მოგესალმები მამა პირიდან როგორ გძანდებთ? მოგესალმება მოგწონთ მეც მოგესალმები და ჩვენს მაყურებელს მივესალმები. მივესალმოთ ჩვენ ძირფას და საყვარელ მაყურებელს. მერტმა გაგახაროთ გაგაძლიეროთ. ჩვენ მე და მამას პირიდან ძალიან გვყვარხართ. მიუხედავად იმისა კიდევ ვიმეორებ რომ აი შეიძლება კრიტიკულებიც იყოს, შეიძლება ძალიან აქტუალურებიც იყოს, ყველანი გვყვარხართ, ყველას პატივისცემ. რა თქმა უნდა, გინება არ არის ქართული წესი, არ არის ჩვენი ტრადიცია და ამისგან თავი შეიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მოხმარებლები დაბლოკილები იქნებიან. მამას პირიდან დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი თემა. განათლების სისტემა და ეკლესია. განათლების ჯერ პირველ ასე ვთქვათ, ნახევარში ვისაუბროთ მამას პირიდან განათლებაში განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე. შემდეგ ვისაუბროთ ეკლესიის განმანათლებლობის საკითხზე და საბოლოოდ კიდევ ვილაპარაკოთ ალბათ მესამე ნაწილში, რატომ უნდა არის თუ არა საჭირო იყოს ეკლესია განათლების სისტემაში და თუ საჭიროა რატომ. აი ეს სამ ნაწილად გავყოთ. თქვენი ცნებართვით თქვენ თუ შეგიძლიათ რომ დაიწყოთ ამ თემაზე საუბარი, მომო გისმენთ. ბატონო. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა კიდევ ერთხელ, მეთქმა დარუცული გამყოფოთ, მოგიფასებო, გაგახარდო, გაგაძლიეროთ უფალმა. ჩვენ რო დავაკვირდეთ ნებისმიერი სახის იდეოლოგიურ სახელმწიფოებს, რომელიც არ უნდა იყოს კიდე ქრისტიანული, მუსულმანური, ათეისტური, ლიბერალური, ნებისმიერი ბუდისტური თუ სხვა, ყველა სახელმწიფო აბსოლუტურად განათლების სისტემა საქმეებს ნომერ პირველ თემად. იმიტომ რომ მომავალი თაობა სისტემას უნდა გაზარდოს მისთვის ლოიალური ადამიანები. მაგალითად, როდესაც ქრისტიანული სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, ხელისუფლება არის რა ქრისტიანული, უნდა რომ ხალხიც ქრისტიანული იყოს. როცა მუსულმანური სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, უნდა რომ მუსულმანური იყოს. როდესაც ათეისტურ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, სადაც ჩვენ დავიბადეთ, მამი, მე და თქვენ და ჩვენი თაობის ხალხი საბჭოთა კავშირში ათეისტური სახელმწიფო იყო, მაშინ იყო უკავშირლობა, პიონერობა, მაგრამ ოქტომბრელობა, პიონერობა და კომკავშირლობა და მე ასე შემდეგ ბავშვობიდან იწყებოდა აღზრდა. როდესაც არის თუ კი წითელი ეუწოდება მაგალითად მე-20 საუკუნეში წითელი მართლობა, ეს არის სისფერი მართლობა, ლიბერალური მართლობა, ლგბტ თემისა ტოლერანტულია ლიბერალიზმი, ყველანაირი ღვთაებრივი ცოდვისგან, უღმრთობისგან, ღვთისგან დაცლილია და სავსე უღმრთობი. მომავალი თაობა შესაბამისად მათ უნდა გაზარდოთ სწორედ ეგეთი. ეს არის ბუნებრივი. ეს გასაკვირიც არ არის ამაში. ჩვენ უნდა შევძლოთ როგორმე ამ სისტემას უნდა წავართვათ განათლების სისტემაზე წვდომა. განათლების სამინისტროზე წვდომა როგორმე უნდა მოახერხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაიღუპება. დაიღუპება იმიტომ რომ ახლა მომავალი თაობა, მე მქონდა საუბარი, სულ ახალგაზრდას, პირველი კურსის სტუდენტთან მქონდა საუბარი და გულწრფელად მას შეერავდა, რომ ევროპაში უნდა შევიდნენ და რომ ლიბერალური მიდგომები იყოს სწორი და რომ ერთარობა იყოს წასასვლელი. არადა ეს მისი გაზრდილია, მამო. პირველ კლასში რო შევიდა, მაშინ მოვიდა 6 წელს იყო. 18 წლის გოგონა თუ ბიჭი 12 წელიწად ესე ხელისუფლებაშია, ესე იგი 12 წელს პირველ კლასში შევიდა. ხო? შესაბამისად ამათ გაზრდილი არის. როგორმე უნდა მოხდეს, ან მას გულწრფელად ჯერავს. ახალგაზრდები არიან, რომელსაც გულწრფელად ჯერავთ, რომ როგორ გითხრათ, ლიბერალური სისტემა, ეს არის ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შექმნილა სამყაროში. გულწრფელად ჯერავთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ, სახელმწიფო უნდა იყოს, ასე და უნდა მოვაწყოთ ეს სახელმწიფო, ჩვენ ერი რო ვიყოთ ქრისტიანული, ერი რო ვიყოთ ქრისტიანი და მოდი პირდაპირ ითქვას ჭირმათ კაცმა ჭირი იმალა და ჭირმა თავი არ დამალაო. ჩვენ ერი ქრისტიანები ვიყოთ, ეს ხელისუფლება არ ვეყოლებოდა. ჩვენ ზეობრივ ქრისტიანულ ადამიანებს ავიჩერდით ხელისუფლებაში.
ეს მოხდებოდა ძალიან მარტივად. უბრალოდ ჩვენ იერი არა ვართ ქრისტიანი, ჩვენ ვართ ხალხი, უმრავლესობა არის აი მოშვენებით ზედაპირულად ფარისეულად არის ქრისტიანი. როგორ შეიძლება მთელი ამ 12 წლის მანძილზე ეს ხელისუფლება ლიბერალური რა ხდება განათლების სისტემაში, რა ხდება, რა კატასტროფა არის. გადაჭედილია განათლების სისტემა ლგბტ აქტივისტი პროფესორ მასწავლებლები. შეიძლება კაცო გეი აქტივისტი ადამიანი სკოლაში ბავშვებთან. აი შეიძლება იმის შემხედრე ბავშვი რა გაიზრდება დალოცვილი. სავსეა სკოლები და უნივერსიტეტები გეი აქტივისტი მასწავლებლებითა და პროფესორებით და დოცენტებით და ასე შემდეგ, ლექტორებით. სავსეა გადაჭედილია. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით გეი აქტივისტები. და ეს არის ხელშეწყობილი, მაგრამ ჩვენ ერთი რამე არის, მეორე პრესუარი ერთი პრობლემა არის, მაგრამ მეორე პრობლემა და ამაზე მეტი მნიშვნელოვანი. ამ ხელისუფლების ხელში რამე სახის ცვლილება განათლების სისტემაში არის გამორიცხული. უცნებიმე აი წინასწარ ვამბობ 490-ჯერ ვიტყვის შენდობას დღეში. აი უცნები. დათავარ ეს გავაკეთო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თითი არ დაარქმევს ეს ხელისუფლება, რომ გეი აქტივისტებისაგან განათლების სამინისტრო გაწმენდოს. ვიღაცა რომელიც პრობლემას ქმნის, რაღაცა გაუშვებს, რომ თან ნახეთ რისთვის, რომ საზოგადოება საკუთარ ამორჩევს მოატყოს, რომ ვაიმე ნაცისებისაგან არის არც ერთი ნაცი ჩვენს გვერდით. ასეთი ლოზუნგი ხო აქვს ახლა. კომუნისტებს ჰქონდა მსგავსი ლოზუნგები, მეცა როგორ იყო არა არც ერთი უსაქმური ჩვენს გვერდითო, რაღაც ასეთი არც ერთი ნაცი ჩვენს გვერდით. რას ნიშნავს რითი არკვევი ნაცია და ხორცია რითი არკვევი მე იცი რა შეესაბამება ხო აგვირდებიან ინფორმაცია აგვირდებიან ვინ რას დაალაიქებს ხო და თუ დაალაიქა დაუშვათ აქცია მონაწილე აქციები დაალაიქა მოუწონა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას ქუჩაში რომ დარბიან ახლა მოუწოდა მოწოდებას ხარ დაუჭირა მე ამის უფროს უკავშირდებიან და ეს ადამიანი სამსახურიდან გაუშვია. ეს არასერიოზული არ არის მამაო. ეს არასერიოზულობა. ეს არ გამოიწვია რამდენიმე ლაიქისთვის ახლა ადამიანის სამსახურიდან დაშვება. უნდა მიიღოს კანონი და კანონი ლაიქებისთვის გამო კი არ უნდა მოხდეს ადამიანების გათავისუფლება კაც სამინისტროდან. კანონი უნდა მიღებული და ყველა გეი აქტივისტი, მაგათ როგორ გავსახოთ, დაერთვა გეი აქტივისტი. გრანტები ხო არ შემოსული 20 წელიწადზე მეტია გრანტები მოდის და ძირითადად ამ გრანტებს ისრუტავს ძირითადად ეგრეთ წოდებულ განათლების სისტემაში მიდის გრანტები სპეციალურად განათლების სისტემაში გრანტების ასვლა ადამიანებმა რომლებმაც აიდეს გრანტები და ამ გრანტებში ხელი მოაწერეს და პირობა იყო იქ რომ ის იქნებოდა ლგბტ აქტივისტი ან ლგბტ ტოლერანტი ასეთი ადამიანი უნდა წავიდეს, უნდა იქნეს გაშვებული. ანუ მას დათანხმდა ამ კანონით, დათანხმდა, რომ მომავალ თაობას გაზრდიდა ამ უძიმესი ცოდვისადმი შემწყნარებელ ადამიანებად. დათანხმდა და ამაში აიღო პული. ჩვენ ხო ეს ვიცით. აი არ არსებობს, აი ყველა ვიცის ეს. აბსოლუტურად ყველა ვიცის ეს, რომ გრანტების 99% იმიტომ გაიცემოდა რომ გარკვეულების ხარდამჭერი უნდა იყოს პედაგოგი. იქ ტოლერანტობაზე ლექციები უნდა ჩაატარო და ისედრო. ყველა ხო იცის ეს. რა ნაცი რა ხორცი, ვისაც ეს კანონი უნდა იქნეს მიღებული. ესეთი მასწავლებელი და ესეთი პროფესორი განათლების სისტემიდან უნდა წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ და გათავისუფლდეს ბავშვები გეი აქტივისტებისგან. ბავშვები და დავიცვათ გარკვეულებისგან უნდა მოახერხოთ ეს. თუ ეს ვერ შევძელით მამაო, ძალიან თუ ვიღაც იყოს რომ მკინეულიაო, რა თქმა უნდა, ეს ისე ეს გადმულია, ეს უბედურება ჩვენში, ეს გარკვეულების სიმსივნე ისე გადმულია, რომ ჰადვილი არ არის და მარტივი არ არის. ბოლო-ბოლოდ გამონათქვამეთ ჩვენ იმერეჯი, მარტივი ფაფიჩამაც არა, მარტივი სულით ვარ შეუბერებ იდაკნავსო. და ამ ხელა საქმეს არამედ 1000-ეულობით
ადამიანზე არის ლაპარაკი ბაბაო. შეიძლება 1000-ს აცილდეს, არ ვიცი. და 1000-ები რო არის ვიცი. აი გრანტი კი არა, ვაზუსტებ. გრანტის აღება კი არ არის პრობლემა. გრანტი შეიძლება ქონდეს ადამიანს აღებული, მაგრამ გრანტი რო აიღო და იქ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა, გეი აქტივისტი ვიცებიო, პირობა რო დადო. და მე რომ აუსყიდეს, ეს ბუნებრივად არის, გაიგებს უნდა იყოს. აი მაგალითად არის ეს აი ნაკრობაში არის პირველი ნაწილი არის შეფუცების ლოცვები, არის ეშმაკის განსადენდელი ლოცვები. მერიენა მეორე ნაწილია უფრო ნაკლობის ლოცვა და მერი არის მირონცხების ლოცვა. მირონცხების დროს სულიწმიდის მადლი მკვიდრდება ადამიანზე, ხო? პირველად თუ არ ჩატარდა შეფუცების ლოცვები, არ შეიძლება ხო დარღვევა. აი ასე წარმოვიდგინე. თუ განათლების სისტემას შეფუცების ლოცვები არ წაუკითხეთ, ეშმაკები თუ არ გავდებთ, არანაირი დლების შესვლას სკოლებში, რა ქვია, სკოლებში არ უშველის საქმეს. იმ გეი აქტივისტ პედაგოგებთან დაუმთავრებელი კონფლიქტები იქნება მამაო. კონფლიქტები და რაღაც ინტრიგების მოწყობები და 1000 მაიმუნობები იქნება. ინტრიგებს მოუწყობენ დლებს. რაღაცებს მახებს გაუგებენ. ჩვენ იმდენად სასულიერო პირები იმდენად ამ ინტრიგებში გათვისნობიერებულები არა ვართ. ეგენი უკვე დაპროფესიონალებულები არიან. დაინტრიგ რაღაცას იქნება. პირველად განათლების სისტემას უნდა ეკრეს საკითხული შეფუცების ლოცვები. ეს ეშმაკის მიმდევრები ყველა ეს ადამიანი, რომელმაც ფული აიღო მომავალი თაობის ლიკბოდო ტოლერანტებად დაზგაში განათლების სისტემიდან უნდა ეკრეს გაშვებული. პირველი ეს გაბეჯი უნდა ეკრეს განადგურებული. მე ვიცი კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ხელისუფლება აღმართულებით თითში არ დაარქმევს. ხოლო და ხოლო ისე დამიჯერებს, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუოს და რაღაცას ვაკეთებ. პირველად მოუტყუებია თუ ასე არ იკადრებს. ან მათი ამომრჩეველი არ ითხოვს, რომ მომატყუეო თუ რა. მასა ითხოვს, მამაო, შინაგანად, რაც შეიძლება ხშირად მომატყუეთ. სამწუხაროა. აი ძალიან წარებ ლაპარაკობ, ბაბაო. წარებ ლაპარაკობ, ბაბაო, ზოთარათვიზია ამობეხობე. იქ არის მოთარათვიზია, წარე ლაპარაკი იცოდაო. წარებ ლაპარაკობ, ვიცი. მაგრამ მასა ითხოვს მოთხოვნილება მასა, რაც შეიძლება ხშირად მომატყუე. გამონათქვამი არის, თუ კი მასასო ერთხვიო, რომ მას რაღაც ეშლება გაგთელავს, ანუ გამის აღზრდას თუ დაიწყებო, მაგრამ თუ დაიწყებ მასის მართვასო, ბელადად გაქცევენო და დაიკრავენ. ასე არის სამწუხარო. ამიტომ პრობლემები სერიოზულია, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემია, მაგრამ ბრძოლა დღის, იმიტომ რომ ეს სამშობლო ჩვენია, ეს ბავშვებიც ასევე ჩვენი შვილები არიან. Mama Spiridon, მეც რამოდენიმე ესე ვთქვათ აზრს ჩამოვაყალიბე განათლების სისტემის პრობლემებთან დაკავშირებით. განათლების სისტემა რომ უნიშნულოვანესია და მე ვიტყოდი უფრო აი მეტად, ყველა დარგზე მეტად, იმიტომ რომ თუ ქვეყანას მომავალი თაობა არ აღეზარდა სწორად, მაშინ არც ეკონომიკას აქვს ფასი, არც არაფერს აბსოლუტურად თავდაცვასაც კი არ აქვს, თავდაცვის სამინისტროს და სისტემას არ აქვს ფასი, თუ მომავალი თაობა სწორად არ იქნა აღზრდილი. რა არის განათლების სისტემის უმთავრესი, ასე ვთქვათ, ამოცანები? პირველი, უნდა მისცეს, რა თქმა უნდა, ღრმა შინაარსიანი ცოდნა ბავშვებს, ეს ერთი, მეორე, უნდა აღზარდოს ქვეყნისათვის სასარგებლო მოქალაქეებად. რა შემთხვევაში იქნებიან ქვეყნის სასარგებლო მოქალაქეები? როცა ისინი ეროვნულ ინტერესებზე, ეროვნულ ღირებულებებზე, პატრიოტიზმზე იქნებიან აღზრდილი. და როგორ შეიძლება რომ ბრძანებდით გეი აქტივისტების მიერ აი ეს ღირებულებები იქნეს დანერგილი. აქ იქნება დანერგილი ყველა ვარიანტში, რა თქმა უნდა, საპირისპირო, უზნეობა, უზრდელობა, გარყვნილების, ესე ვთქვათ, ყოველგვარი ფორმა და რა თქმა უნდა, იქ უკვე ადგილი აღარ რჩება ღრმა ცოდნის მისაღებად. და ზედაპირული ცოდნით, ასეთი გარყვნილი, ესე ვთქვათ, სწავლებებით გამოსული
უმცროსი თუ უფროსი სკოლის ასაკის თუ შემდგომ ესე ვთქვათ ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების გამოსული ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, ვერ იქნებიან ქვეყნისათვის სასარგებლოები. და თუ ქვეყნისათვის სასარგებლო არ ახარ, მაშინ რა გამოდის? რისთვის ახარ სასარგებლო? ანუ აქ უკვე დგება ასეთი საკითხი. ვიღაცას ინტერესი აქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდა, ჩვენი ახალგაზრდა თაობა აღიზარდოს ვიღაცის ინტერესებისთვის. ვინ არის ეს ინტერესები? ვისგან მოდის ეს ლიბერალური იდეოლოგია? ჩვენგან ხომ არა? რა თქმა უნდა, ჩვენგან არ არის. ანუ ეს არის ის სისტემა, ის ქვეყნები, რომლებიც ამ იდეოლოგიას აფეტიშებენ და მე იდეოლოგიას კი აღარ ვარქმევ მაგას, მამაო. ეგ არის ახალი რელიგია. რა თქმა უნდა, ეს რელიგია კლასიკური გაგებით არ არის, რა თქმა უნდა, რელიგია, მაგრამ ყველა ნიშანს შეიცავს იმისა, რომ ამას აქვს საფუძვლები რელიგიური. ანუ გაფეტიშება რაღაცის ესე თქვათ, აყვანა ისე დონეზე, რომ ღმერთი საჭირო აღარ არის და ჩვენი ბნებები არის მართველი და ამ ნებებს უნდა თაყვანი უსცეთ და ამის გამო ყველანაირი კანონი მივიღოთ, ყველანაირი მოქმედება ჩავიდინოთ, რომ თავარია ჩვენ რა მოგვინდება, როგორ მოგვინდება, სად მოგვინდება, ისე გავაკეთოთ. აი ასეთი სისტემის მიერ აღზრდილი ახალგაზრდა, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, ჩვენ წინა გადაცემაში თქვენ ბრძანებდით, რომ ვიღაცა ახალგაზრდებმა პარლამენტის სურათს დააშავდეს ქუჩაში. აი შედეგი მიზეზ შედაგობრივი კავშირი. აი აქ ვლინდება ზუსტად. როდესაც მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდა ასეთი უნდა აღიზარდოს, შედეგი არის, რომ ის გამოდის და ქუჩაში ჩარდავს. ანუ ეხლა ეს ძალიან ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ცოტა განვაზოგადოთ, აქ ლაპარაკი არ არის მარტო ამ მოქმედებაზე, არამედ ყველანაირ ასე ვთქვათ ზნედაცემულობაზე. რაში შედის ეს ქუჩა გინება, თავშეუკავებელი მოქმედებები, ტაძრისა და ხატების შეურაცხყოფა და ასე შემდეგ, ხო? მთლიანობაში ქვეყნის ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფა. აი ეს არის მიზეზი და შედეგი. ამ შედეგი ეს არის და მიზეზი არის სწორედ ასეთი ტიპის აღზრდა ახალგაზრდების. ამიტომ ჩვენ თუ ლაპარაკობთ პრობლემაზე, რაც არის დღეს განათლების სისტემაში, ეს მომდინარეობს, რა თქმა უნდა, უცხოეთიდან, მაგრამ აქ ყავს მათ კარგი შემსრულებლები. მე მახსოვს, მამო, ესეთი ფაქტი დაახლოებით თუ არა ვცდები, სადღაც 7-8 წლის წინ მოხდა. თუ არა, შეიძლება სააკაშვილის პერიოდში იყო, როდესაც უცხოეთიდან მასწავლებლები ჩამოიყვანეს ბავშვები, რომ გაენათლებინათ, ასე ვთქვათ. და აღმოჩნდა, რომ მათგან უმეტესობა ან ლესბოსელი იყო, ან გეი იყო, ან რაღაცა საშინელება. რაღაცა გაურკვეველი გენდერი, თვითონ ეძახიან ამ გენდერებს. აი წარმოიდგინეთ იმათი გაზრდილი ბავშვები რა იქნებიან. და ამიტომ აქ ცხადია დგება პრობლემა იმისა, რომ თუ ჩვენ სწორად არ აღმოზარდეთ და არ დავაყენეთ მყარ საფუძველზე, საძირკველზე, რასაც სამშობლო სიყვარული ქვია, ეროვნული ინტერესები ქვია, ჩვენი ახალგაზრდა თაობა, თავისთავად მივიღებთ შედეგს აი ამას. და ეს იქნება უდიდესი პრობლემა. კიდევ და კიდევ შეიძლება ამან უფრო მეტი უარყოფითი პრობლემები მოიტანოს ქვეყანაში. თუ ჩვენ ეს ჩვენი სიმდიდრე არის ახალგაზრდულ თაობა. თუ ჩვენი ახალგაზრდოს თაობა არ აუზარდეთ ისე როგორც საჭიროა, თავისთავად ცხადია მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს ჩვენი ქვეყანაში და წეღანაც რითაც დავიწყე საუბარი, საბოლოო ჯამში შეიძლება ერი მივიდეს განადგურების მდგომარეობამდე. ეხლა მამო ვისაუბროთ პრობლემებზე, ვისაუბრეთ და გამოსავალზე ხომ არ ვისაუბროთ. აი გამოსავალი რა შეიძლება იყოს. დიახ. თუ მამი რაღაცას ვიტყვი. აი თქვენ ახსენეთ რომ ნებები ამ თავარი იზრდებიან ბავშვები ისე რომ ნებები თავარი. და რა თქმა უნდა მათ არ მზადდებით. აი ჩვენში გაბატონებული არის ლიბერალური იდეოლოგია. დიახ. რა არის ლიბერალური იდეოლოგია? მოდი ამის ძირით ვქვათ. ლიბერალური იდეოლოგია რომ გააკვირდეს თვითონ ერთი შეხედვით ობიექტურად რო ვიყოთ, ძალიან კარგ რამეს ამბობს. რომ ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. მაგალითად ადამიანს რაღაც კეთილმა თუ უნდა,
და ის არაზიანებს სხვას, რატომ უნდა იყოს ის აკრძალული? რატომ უნდა აიგზავნოს და გააკეთოს? თუ კი ის სხვას ჩემი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. ჩემი მუშტი მთავრდება სადაც იწყება სხვისი ცხვირი. და რამე თამაში არის კარგი, ხო, ერთი შეხედვით არის კარგი. მაგრამ, ნახეთ, ლიბერალური იდეოლოგიის საფუძველი არის ადამიანი. ვიღაცა ეთქვის რა არის ამაში ფუძი, ადამიანის სურვილები. და ქრისტიანობის საფუძველი არ არის ადამიანის სურვილები, არის ღვთისნება. ანუ ღვთის სურვილები. ქრისტიანი იყო ნიშნავს, რომ შენს ქმედებას ასწორებ ქრისტეს სიტყვაზე. ხოლო ლიბერალი იყო ნიშნავს შენს ქმედებას ასწორებ შენს სურვილზე. და ამიტომ არის ახალგაზრდები რა დაიწყე, მე ასე მინდა, მე ამის უფლება მაქვს, რომ ასწავლეს უფლება. ვალდებულება კი არ ასწავლეს და პასუხის გავლობაზე კი არ ელაპარაკება. განათლების სამინისტრო დაუშვებს. უფლება და ერთი შეხედვით კარგად ჟღერს ეს, კარგად არის შეფუთული რომ აბა ბავშვის უფლებებზე ვლაპარაკობ და რა ბავშვის უფლებების წინააღმდეგი ხართ მამებო? აი შემოგიტრალებია და ბავშვის უფლების ბავშვებს ვითქვენ? თქვენ ქრისტიანები ხარ? ბავშვის უფლებების შეზღუდვა გინდა? აი ასეთი ლოგიკა, ასეთი დემაგოგია გიბრუნდებიან. თუ სიღრმეში არ იქნა ჩაწვდომა და ეს სიღრმე არ იქნა ნაჩვენები, აი ერთი შეხედვით მარტო ზედაპირული ასე რომ ვთქვათ თემებით შევდივართ პოლემიკაში ლიბერალებთან, რაღაც სახის უპირატესობას იტოვებენ ადამიანების თვალში, მეთვალში კი არა. ამიტომ ლიბერალიზმი უნდა იქნეს განმარტებული. არის ადამიანის სურვილებზე აწყობილი იდეოლოგია. მე მინდა ასე. მითუ არის ამდენი მე მინდა. აბაო, მე მინდა. მე არ ამის უფლება მაქვს, მე ამის უფლება მაქვს, ჩვენ ხომ აქვს უფლება ევროკავშირში შევიდეთ. კი ბატონო, თუ კიდე ამას ჩინეთის რესპუბლიკა გახდი, მაგრამ გახდები მეორეა. აფრიკის კონტინენტზე მართლა გამოაცხადოთ თავი საქართველოს აფრიკის ნაწილად სიტყვაზე ვამბობ. გახდები ევრაზიის კონტინენტზე ხარ. ხოლო მე მინდა ამიტომ არის ამდენი მე მინდა, რომ ჩვენ ბავშვები გავზრდათ ლიბერალური იდეოლოგიით. და ნახეთ რა ხდება ლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ვნებები, ადამიანის ვნებები. ჩვენ ხო ვიცით ქრისტიანებმა, რომ თუ კი ადამიანმა ვნებებით, ანუ საკუთარი სურვილებით იცხოვრა, ის იღუპავს თავს. თუ ბავშვის, აი მამები ვართ, მამი, შვილები ყავს დაზრდილები, დიდები არიან და ყველა იმ ადამიანს მებიდა მიმართო, ის შვილები უკვე დაზარდა. და ერთდროულად გარდატეხი წლები რომ გაიარეს ბავშვებმა. თვითონ ჩვენს ოჯახში რომ მოხდა. ბავშვის სურვილები რომ ყველაფერი შესრულდეს, მამაო. იმ მომენტში რაც ბავშვი უნდა. ხო დაიღუპა ის მამი და განადგურდა. თვითონ ის ბავშვი. ჩვენ ხო ეს ვიცი, ხო დაიღუპა, მამაო. და ვინმე მეკამათება, აი შობელი, რომელსაც გამოუწია რომ ბავშვი რო უნდა გარდატეხი წლებში. ის რო გაკეთდეს ყველაფერი, ხო დაიმხო ის თვითონ მისი ცხოვრება. და მისი ცხოვრების დაღუპვით ოჯახი დაიქცა. არ შეიძლება რომ ბავშვი გავზარდოთ მე მინდათ. არ შეიძლება ეს. ის უნდა გაიზარდოს, არა მე მინდა კი არა და აიმე შენ უფლება გაქვს ამის. არამედ ღმერთი სიტყვა რას გასწავლის. მისი სწორება თუ არის ღმერთზე, მაშინ ის იზრდება დილობიანი, პასუხისმგებლიანი. მაგრამ თუ ის გაიზარდა მე მინდათი, მერე ის რო გაიზარდება, მოხუცებული მშობლები ისვის ტვირთია და იბრის, მე მინდა მშობელი ჩავაბარო, რაღაცა ჩასაბარებელი არ იგრძე, ჩააბარო. ასე უნდა. და ასე აი იდეოლოგიის ძირითადი საფუძველი, ჩვენი ცხოვრების საფუძველი, ბავშვები უნდა დავზაროთ არა ისე, რაც მათ უნდა და უნდა აუხსნათ ეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაღაცას მიაღწევა და სპორტსმენი. ხო არის, ხო ყავს ჩვენ ძალიან ძლიერი სპორტსმენები, მსოფლიო ჩემპიონები. აბა ერთი ვთხოვთ.
როდესაც დილიდან საღამომდე და 20 საათიანი ვარჯიშების უნდათ. შინაგან დილით ადრე ადგომ არ ეზარებოდა? ყველას ეზარება, ბაბა. რამდენჯერ ჩვენ თაობაში და სვამი დილით ადრე რომ ხარ ასადგომი, არასასიამოვნო შეგრძნება არის, მამო. მაგრამ რომ იცი რომ საქმე ჭირდება, უნდა ადგე. ეს არის ვათი. და ასე უნდა გაიზარდოს. ანუ ქრისტიანული მორალი უნდა გაიზარდოს. ბავშვები უნდა აუხსნათ, რომ მათი ვნებები მათი დამღუპველია. დიახ. მამაო, აი თქვენ წერად რომ გძანეთ, აი ამ თემასთან დაკავშირებით ვინა რამოდენიმე აზრი დავამატო. აი იდეოლოგიის ესე ვთქვათ, ლიბერალური იდეოლოგიის ძირითადი მახასიათებლები რა არის, რომ აი თითქოს ადამიანის უფლებების დაცვის გამო ვესაუბრებიან. და თავისთავად თქვენ გეთანხმებით ყველაფერში რაც გძანეთ, რა თქმა უნდა, ღმერთია თავარი და ღმერთის სწავლებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს ბავშვმა სწორი საყრდენები და სწორი მიმართულება. ერთი რამე მინდა ასე ვთქვათ კიდევ დავამატო ამას, რომ ლიბერალურმა იდეოლოგიამ მოახერხა იმდენი, რომ მზაყვარების სახით შემოვიდა. ანუ ისე კი არა რომ აი დაუშვათ ეს უნდა გვინდა და ეს უნდა გააკეთო. არამედ აი შეფუთული, შელამაზებული ისე რომ თუ ადამიანს არ აქვს სწორი ასე ვთქვათ პოზიციები, თუ ის ასე ვთქვათ ღმერთის მიმართ არ არის ესე ვთქვათ სათანადოდ განწყობილი, მისი მოტყუება, მისი ასე შეფუთვა ლამაზად, აი ცისარტყელა ხომ ლამაზია და ეს ვაიღეს მათ ესე ვთქვათ თავის გამოიყენეს თავისთვის. არ და სინამდვილეში ხო ვიცით რომ ცისარტყელა არის ღმერთის გამოჩინების სიმბოლო. და მოახერხეთ ისე რომ აი ეს ცისარტყელა თითქოს წაართვეს ღმერთს და თვითონ თავის ესეთ სიმბოლოდ აქციეს. აი ასეთი მიდგომები მათ უამრავია. სპეციალურად მუშაობდნენ მაგათი იდეოლოგები იმაზე, რომ აი ასეთი ტიპის მზაყვარებები უამრავი და უამრავი გაიჩნდათ საბოლოოდ რისთვის, იმისთვის კი არა, რომ სიკეთე გაეკეთებინათ მართლაც ადამიანებისათვის, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ ღმერთი დაგვევიწყებინა და ღმერთად გვექცია ჩვენი სურვილები. მე ეს მინდა. ეხლა მე მინდა პატარა ის გავიხსენო კიდე აქ აი ამათი მზაყვარების შედეგები. გახსოვთ ალბათ ხო ესეთი ამბავი რომ მოხდა მამაო რომ ბავშვი ესე იგი ითხოვდა წასვლას სადღაცა ამის კლუბში ღონისძიებაზე და მამამ არ გაუშვა და მაინც წავიდა ეს ბავშვი მე ეს მინდა და უნდა წავიდა და მამამ როდესაც მოვიდა და გაუწყრა ბავშვს იმისათვის რომ რატომ გააკეთე შენ ესე რომ წახვედი და შუაღამეს ესე იგი ვთქვა 3 საათზე 4 საათზე მოყვედი პატარა ბავშვია ლაპარაკი უწლოვანზე ესე თქვა ჯერ არ არის იმაში რა ვქო წლოვანებას შესული ანუ 18 წელს გადაცილებული კი არა ეს იყო 14 წლის ბავშვი გოგონა და ამის გამო რომ მამამ ხმამავლა უყვირა ცოტა ყურით შეიძლება უწია ამის გამო დაიჭერეს მამა და ჩასვეს ციხეში რატომ იმიტომ რომ ლიბერალური იდეოლოგია ითხოვს რას რომ ამას აქვს უფლება რასაც უნდა იმას გააკეთოს 13 წლის ბავშვია 12 წლის ბავშვია მას უფრო ბავშვების უფრო იუვენალური კანონი ხო მივიღეთ ჩვენ ბავშვთა დაცვის იუვენალური კანონი რას ნიშნავს რომ ბავშვის უფლებები ვითობით არის დაცული და სინამდვილეში ბავშვების ესე ვთქვათ წაქეზება ხდება მშობლების მიმართ რომ მშობელსა და შვილს შორის კავშირი გაწდეს და გაწდეს იმისათვის კი არა რომ დაუშვათ ის დამნაშავეა და ეს არ არის დამნაშავე და ასე არამედ უნდა მოისწოს ოჯახის სტრუქტურა, მშობელი, შვილი. ეს სტრუქტურა უნდა დაანგრიონ. სოროსმა ამაზე ძალიან დიდი თანხები დახარჯა. ძალიან დიდი თანხები და ჩვენ ყავს აქ ეს პოლიტიკოსები, რომელმაც ამაში გრანტები აიღეს და ეს კანონი მიიღეს. გახსოვთ ალბათ, ხო? მეორე კანონი, რითაც ესე ვთქვათ, ჩვენ მომავალთაობას ხელი შეუწყეს იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, სექსუალური უმცირესობების დაცვა, ხო, იქ რაღაც უმცირესობის დაცვის შესახებ იყო იმ კანონში საუბარი და მათ შორის ეწერო სექსუალური უმცირესობების ჩაწერას იმ კანონში. რასაც საპატრიარქო და პატრიარქი ეუბნებოდა, რომ არ შეიძლება ამის ჩაწერა. და აი ამის გამო მოხდა ის, რომ ესე ვთქვათ, თავისუფლად ყოველგვარი თავშეზღუდვა სკოლა იქნება, უნივერსიტეტი იქნება, თუ სადაც კი იქნება,
მათ აქვს თავისუფალი ქადაგების უფლება და თავისუფლად რომ ასწავლონ. იმიტომ რომ ეს მათი უფლებებია და მათი უფლებები დაცული იყოს. ჩვენ რომ ესე იგი ევროპული საზოგადოების ნაწილი გავხდეთ, ჩვენ უნდა ვიცავდეთ მათ ესე იგი უფლებებს, რომ გამოვიდნენ პრაიდი ჩაატარონ, გამოვიდნენ გაყვნებები გააკეთონ ქუჩაში და ჩვენ გვაყურებინო და ხმარავთ პროპაგანდა. კი ახლა მივხვდეთ თითქოს თუ რაღაცა კანონი მიიღეს თუ ამის საწინააღმდეგოდ, მაგრამ იმ კანონში წერია მარტო სკოლაში თუ ასე თქვათ რომ არ იყოს ეს პროპაგანდა. დანარჩენი უნივერსიტეტებში რატო უნდა იყოს? ან სხვა სასწავლებლებში რატო უნდა იყოს? ან ქუჩაში რატო უნდა იყოს? ან ტელევიზიით რატო უნდა იყოს? ეს ხო ფაქტიურად იგივე აღზრდობითი პროცესია რა, ტელევიზორში უყურეს პატარა ბავშვი მივიდა დაჯდა სახში უყურეს ტელევიზორს. გამოვიდა ლესბიანკა ვიღაცას კოცნის პირველ აღზე იყო ეს საზოგადოებრივ აღზე ეს სერიალი. რომ ვიღაცა ხალები ერთმანეთს კოცნიან როგორ ეფერებიან და ესე ვთქვათ ამითი ასწავლიან გოგონებს როგორ უნდა მოიქცნენ. ასევე რა თქმა უნდა რაღაცა მულტფილმები რო გაუშვეს გახდათ ხო რომ უყარდა ბიჭი შეუყარდა და იქ მშობლები როგორი ბედნიერები არიან იმითი რომ თავისი შვილი ვიღაცა ბიჭი ვიღაცა ბიჭს ყვარობს და ერთმანეთთან რაც ეკეთებენ ჯანდაბა და დოძანა მაგათავს. ამიტომ მამაო მე ვფიქრობ რომ თვითონ აი დღესდღეობით ჩვენში დასამარცხებელი ყავს სწორედ ლიბერალური იდეოლოგია და საზოგადოება ქართულმა საზოგადოებამ უნდა სწორად გაიგოს ეს ჩვენი ნათქვამი. ჩვენ კაცი ჭამები კი არა ვართ, რაც უბრალოდ ხედავთ ამაში ძალიან დიდ საფრთხეს, ძალიან დიდ საშიშროებას იმისა, რომ ქვეყანა შეიძლება საბოლოოდ წახდეს და აღარაფერი ეშველება მერე. აი უმრავლესობაში რომ იყოს ახლა წარმოიდგინეთ ეს ლიბერალური საზოგადოება, რა საშინელება იქნება. და რა თქმა უნდა, განათლების სისტემაც არის ამ საზოგადოების ნაწილი და იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ჩვენ 32 წელია და განსაკუთრებით 12 წელი, ბოლო 12 წელია ესე იგი ვაშენი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი გამოსავალის ძებნაც საჭიროა და გამოსავალში მე ვხედავ სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის მოშორებას და კონსერვატიული იდეოლოგიის შემოსვლას ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენ ქვეყანაში. ხალხმა უნდა გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ ის, რომ კონსერვატიული იდეოლოგია არის სწორედ დაფუძნებული ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე, მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობაზე. ეს უნდა გავიგოთ კარგად. და მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში იყო გადამრჩენელი ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისადაც. ამას ისტორიის ასე ხებისკრა და მისი მოშორება არ შეიძლება. ჩვენ დავაკვირდეთ ჩვენ ისტორიას, რამ გადაგვერჩინა, რამ მოგვიყვანა დღემდე, რატო ვარ ჩვენ ერი და რატო გვაქვს ქვეყანა. ეს არის სწორედ ამ მსოფლმხედველობისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის დამსახურება. ეს მაშინ რადგან არ არსებობდა სხვა იდეოლოგიები, იყო მონარქიული წყობილება, ხო? ფაქტიურად მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა იყო კონსერვატიული მსოფლმხედველობა და ამას მიყვებოდა ერი და ქვეყანა და მონარქიც და ყველა. მამაო, ხო არ გადავიდეთ შემდეგ თემაზე. აი ეკლესია აი თავისთავად მივიდით ამ საუბარში იმ საკითხზე, რომ აი მართლმადიდებლობას რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის და ეხლა ძალიან საინტერესოა აი მართლმადიდებლური რელიგიისა და ანუ ეკლესიის, ქართული ეკლესიის როლი განმანათლებლობაში რა მიზანი ქონდა მას საუკუნეების მანძილზე და რატომ არის ესე იგი საჭიროა თუ არა ეკლესიის შესვლა ესე ვთქვათ განათლების სისტემაში და თუ საჭიროა რატომ? აი ამ თემაზე რომ ვისაუბროთ. ისვენთ საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესიას ეჭირა საქართველოში განათლების სფერო. მაგალითად, როდესაც ოქროს ხანა იყო ძლიერი ვიყავით. მე-12 საუკუნე და იგი ჩვენი ოქროს საუკუნეა. იყო ორი აკადემია, გილათესა და იყალთოს აკადემია შეიქმნა. სადაც მარტო რელიგიას ასწავლიდნენ, მამაო. დავაკვირდეთ რა საკითხს ასწავლდნენ, მათემატიკაო, გეოგრაფიაო და სხვა ფილოსოფიაო. თუ რამე მეცნიერება იყო იმპერიუმში, საერთო მეცნიერები იყო, ასწავლიდნენ.
და ეს იყო განათლების სამინისტროა, აბა მეტი რა არის, აბა განათლების სამინისტროს. ქონდა ეკლესიას აღებული ეს ფუნქცია. ეს საუკუნეებად ასე იყო შუა საუკუნეებში შემოვა, როდესაც ჩვენ ძიმე მდგომარეობა ქონდა, მსგავსი რამ აი განათლების კუთხით ძალიან პრობლემები შეექმნა, კი არა ყოფნა არ ყოფნის საკითხი დავიდგა შუა საუკუნეებში დაახლოებით 300-ზე მეტი რაღაც 400 წელი მე-15 საუკუნის ბოლოდან დაიშალა საქართველოს და მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, უბრალოდ მე-18 საუკუნის ბოლომდე მოლებად ყიდდნენ მამაო. ისე მდგომარე იყო განათლების სისტემას ხო ლაპარაკის ემედია. ქართველი ადამიანი მონად იყიდებოდა იმერელი, გურული, ეგრელი, ქართლელი თუ რაფი კახელი. მოლებად იყიდებოდა ან სტამბოლის ბარძანზე, ან ჩრდილოეთ კავკასიაშიც იყო. და შემდგომ უკვე სკოლები, ალბანი დაიწყო მე-19 საუკუნეში ამ მიმართულებით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სკოლები. და თუ ჩვენ გავიხსენეთ, მამაო, მე-19 საუკუნეში, როდესაც სკოლები იხსნებოდა, ეკლესიასთან იყო ეს ყველაფერი ასოცირებული. აქეულე ერის ხალხი მონაწილეობდნენ, მაგრამ გაბრიელ აი ისტორია ადასტურებს ამას მე-19 საუკუნეში და ჯერ კიდევ ეკლესიასთან იყო განათლება ასოცირებული. სასულიერო პირები იყვნენ დაინტერესებული და სასულიერო პირები ხელმძღვანელობდნენ განათლების საქმეს საქართველოში. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სასულიერო პირებისგან შედგებოდა ძალიან ბევრიდან. ეს იმას კი ანიშნავს, რომ მარტო სასულიერო პირები იყვნენ, რა თქმა უნდა. აი გაბრიელ ეპისკოპოსი ძალიან დიდი წვლილი აქვს მიღებული ამ საქმეში. და არა მარტო გაბრიელ ეპისკოპოსი, წმინდა გაბრიელ კიქოძეს. და მე-20 საუკუნეში უკვე შემდგომ, როდესაც უკვე ახალი როგორ თქვა, აი ათეისტურ სახელმწიფოში აღმოჩნდით უკვე მერე წითელი ოკუპაციის შემდგომ, ბუნებრივია ეკლესია საერთოდ გამოცხადდა არაკანონიკურად, თუ შეიძლება ასე ითქვას, დევნის ობიექტი გახდა და ვიღაც ჩააბარებდა განათლების საქმეს ეკლესიას. თვითონ ეკლესია ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, აი კნობის პროცესში იყო, ძალიან მძიმე იყო, აი ჩვენს პატრიარქზე ცნობილი გამონათქვამია, სუდარ გადაფარებული ეკლესია ჩაიბარაო. სუდარ რატო გონა, მძიმე მდგომარეობა იყო. და მის მერე ცოტა ხნის განმავლობაში იყო, რომ სასულიერო პირები შედიოდნენ სკოლებში. და სხვათა შორის, მამაო, მე მამი, აი 28 წელიწადი ხდება უკვე სასულიერო პირი ვარ და ჩემს პრაქტიკაში რამდენიმე შემთხვევა მაქვს, შეიძლება 10-ზე მეტი შემთხვევა, ზავის არ დამიგრია შემთხვევები, რომ მოზარდს სკოლის მოსწავლე ჩემთვის უთქვამს, რომ თავის მოკვლაზე ფიქრობს. აი თვითმკვლელობები თავის მოკლები რო არ გაზრდილი ახალგაზრდებში, ბავშვებში. ეს მომატებული აშკარა. მე მოსმენილი მაქვს, რომ რამდენიმე იყო შემთხვევები თავის მოკლაზე ფიქრობს. სხვა პრობლემის გამო უბისესოდ კი არა, რაღაც ვეღარ უძლებდა რაღაც პრობლემებს, ნუ აღარ დაკონკრეტები ახლა. და აი დაუხმარები ვარ, მამი. დაუხმარები ვარ, ვერჩი დავგონი ვარ და დღეს ახლა მახსენდება, რამდენი მანგანო ოჯახები აქვს შექმნილი და მეტყვა კარგად და ბედნიერად გამყოფო. მაგრამ საინტერესო ისაა კიდე დავამატებ, გადახვევად გავაკეთებ, რომ რამდენიმე ოჯახია, რომლის მშობლები უაპელად დღეს უაპელაციას ნაზღავენ, ჩემი შეურაცხყოფის რეჟიმში არის, იმიტომ რომ ევროპას არც მოულდა სტიაში იყვნენ. ეს შვილი თვითმკვლელობას ფიქრობდა სკოლის პერიოდში დავეხმარე. დღეს კარგად ხავს და მშობელი დღევანდელი სიტუაციით ჩემი ნაზღვაში და შეურაცხყოფის რეჟიმში იმყოფება. ნუ არ არის გასაკვირი, უკვე შვილი რატო თქილობდა თავის მოკლას, ხო? უკვე დათელი არის, ხო? მაგრამ ამაში არ აქვს მნიშვნელობა, მე მაღალსა ვინ არა. თვითონ ეს ფაქტი რო არსებობს, რომ თვითმკვლელობები სკოლაში გაიზარდა რაოდენობა, აუცილებელია რომ მიდგომა იქნა შეცვლილი. აუცილებელია ეს. სასულიერო პირის არსებობა სკოლაში და სასულიერო პირის დაკავშირება განათლების სისტემასთან, ეს არის აუცილებელი. აი წარმოვიდგინოთ, აი ბულინგი არის სკოლაში, ხო ამ სიტყვა გამოჩენებული, ბულინგი.
ეს ბავშვი რომ მოძღვარი დაელაპარაკება მამაო, რომელ ბავშვს ამხანაგები ვთქვათ ამცირებენ ასე შემდგომ. ამ ბავშვს ეყოლება რაღაც ზურგი, იმედი. ხო იქნება ასე. ამას ვინ ვერ ხვდება. და ესე სიტუაციაში დღეს რაც არის ეს ბავშვი ეგრეთ წოდებული რა ქვია აი პოლიცია წარმოადგენელი რო არის რა ქვია სკოლებში ზედამხედველი მაგრამ ინსპექტორები თუ რაღაცა ეს ბავშვი ინსპექტორებთან ვერ მივა იშვიათ შემთხვევაში მივა იმიტომ რომ მე სხვა სახელს დაუძახებენ აი უფრო მეტად შეავიწროებენ ხო ვიცი ბაბაო ეს ხო ფაქტია. ამით მე იმას კი არ უარყოფ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა ცუდია და რამე. ამით უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ყველას ამ ქვეყანაში აქვს თავისი ფუნქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს თავისი ფუნქცია და სასულიერო პირებს აქვს თავისი ფუნქცია და სასულიერო პირებს ეს ფუნქცია არ უნდა წავართვათ. სასულიერო პირებს ერთი ფუნქცია არის ის, რომ ახალგაზრდებს დაელაპარაკოს და როდესაც ახალგაზრდას აქვს ფიქრები ძიმე ცოდვისა, არა მარტო თვითმკვლელობა და განსაკუთრებით თვითმკვლელობა, რომ დაეხმაროს და თან ამა მოზარდმა იცის რომ ეს პირადია. რელი ხო ვალდებული არ გათქვას აღსარება. იმენა სხვა შემთხვევაში ხდება ჯვარი უნდა დადოს, ხო ასლია. ეს ხო იცის მოზარდმა და უკვე იმედია. რომ ის მასთან მის მოძღვართან დარჩება. ეს მოძღვარი იმას გვერდით დაუდგება. ასეთი შემთხვევები იქნება მე პირიქით ვიტყოდი. კი ბატონო, სასულიერო პირები უაპელაციო პირთაბი შეიძლება რადლების სამისრო ფაზას ვერ შეუშვებო. კი ბატონო, რაღაცა გამოსთა ჩავაბარებიოთ, კი ბატონო, გზათა ვარ მე, რომ რაღაც რა ვთქვა რა არა მარტო გლობა და წივა რო ვიცოდე კი არა, თქვა მასთან ურთიერთობის ელემენტები რო ვიცოდე, ხო? შეიძლება არ ვიცოდე. პედაგოგიკაზე ლაპარაკობ. რა პედაგოგიკა ელემენტები ჩამაბარებია გამოსდა. თუ ჩავაბარებ, მომენტი საშუალება რომ სკოლაში ვიყო. მე ვიქნებ, მამაო, თქვენ იქნებით, სხვა იქნება. სასულიერო პირი სკოლაში უნდა იყოს. ისევე როგორც სამხედრო ნაწილში უნდა იყოს, ციხეზე უნდა იყოს, სამლოცველო ადგილები უნდა იყოს, რა შუაშია იქ მას რო იძახიან, იქნება სხვა რელიგიები. ბიჭო, სხვა რელიგიის წარმომადგენელი სკოლაში უარი, რაში უშლის იმას ხელს, რა ქვია, სამლოცველო კუთხე სკოლაში. აი, რაში უშლის ხელს? თუ ჩვენ იმას ვაძალებთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ მართლმადიდებლები, რომ შენ რატო ხარ მაგ რელიგიისო? მაგას არასწავლ ჩვენი მართლმადიდებლობა, რომ მით უმეტეს ბავშვს სულად მოეკეთში სხვა რელიგიის წარმომადგენელსო. პირიქით. ჩვენ პირიქით იმას ამაო დარწმუნებული ვარ, მამი, აი, თქვენ ხო გიცნობ და მეც ასე ვიზამ, სხვა რელიგიის წარმომადგენელ ბავშვს, როგორც ბავშვს ისე დაველაპარაკებ, კაცო. რა შუაშია მისი რელიგია? და თუ მე მართლმადიდებელი ვარ და მართლმადიდებელი ბავშვებს ვინც არის, იმას მართლმადიდებლობაზე დაუწყებ და მართლმადიდებლობად გავზრდი. იმის შეურაცხყოფა რანაირადაა ეს? ჩემთვის გაუგებარია. იმას როგორც ბავშვს იმის წინაშე და ჩემს მოვალეობას შევასრულებ მოვალეობას. და როგორ გითხრა, აი მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც თქვა გერმანიაში სწავლობს და ის იქაურ სასულიერო პირთან აქ ურთიერთობა რელიგია კი არ მიუღია მართლმადიდებელია, მაგრამ გარიგებებს აძლევს. ვიცი ეს მაგალითი. ის პასტორი ქვია თუ რა პასტორია გორი ხო? თუ რა ქვია, რა მნიშვნელობა რა ქვია? გარიგებებს აძლევს. ქართველ ახალგაზრდაშვილს ჩემთვის ულაპარაკია და მე ადამიანურად იმ ადამიანს ვარ მადლობელი. როგორც ქართველი, მადლობელი ვარ, რომ ქართველ ახალგაზრდას რაღაც შევები მიცა. და შედალოთ შვილო, აქ რატომ უნდა იყოს უმადური, თუ მე შევას მივჩნევ და თქვა ძიმე ცოდვისგან თუ კი ასეთი ბრძოლები ექნება, დავეხმარები. აი რატომ უნდა იყოს ეს უმადური და რატომ უნდა საქართველოს თავი შეურაცხყოფება? ეს თვითონ მოგონილი მიზეზია, მამაო. აუცილებელია.
სასულიერო სკოლაში გუსულა, მაგრამ როგორც აღნიშნე მამით ეხლა სანამ მონათლავთ ადამიანს მანამდე სასაკითხეს შეკუცების ლოცვები, იშვიათ გასადენდელი ლოცვები, ყოს პირველ ეტაპზე სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან უნდა იქნეს გაშვებული გეი აქტივისტი პედაგოგები და პროფესორ-მასწავლებლები და მერე უნდა იქნეს სასულიერო პირები შესული სკოლაში. იმათთან ერთად ბავშვი ვერ ინტრიგების ხლატვა იქნება და უბედურება იქნება და ჩხუბია დავა იქნება და კონფლიქტები იქნება სულ. მამო, მე გეთანხმებით მაგაში, რაც ბრძანეთ აბსოლუტურად და ეგეც მე მგონია მზაყვარება არის გარკვეული ლიბერალური, ესე ვთქვათ, ნარატივისა, რომ მღვდელი თუ შედის, ესე ვთქვათ, ბავშვებთან, თუ იქ არის ერთი მუსულმანი, ან ერთი ბუდისტი და ერთი დაუშვათ იუდეველი, ეს არის საშინელი დარღვევა თუ დანარჩენი 20 ბავშვი არის მართლმადებელი, თურმე იმათ ესე ვთქვათ, წავართვათ ეს საშუალება, რომ მოისმინონ რა არის ღმერთი, რა არის სიყვარული, რა არის ქრისტიანული სიყვარული და ასე შემდეგ, იმის გამო რომ სამი ბავშვი სხვა რელიგიის წარმოდგენილი ზის. ეს არის აბსურდი, აბსოლუტურად. მამო და გეტყვით ახლა რატო. მე დაახლოებით 15 წლის წინ მქონდა პრაქტიკა იმისა, რომ შევსულიყავი ასეთი ეს არის ორგანიზაცია კარიტასი, რომელიც არის კათოლიკური წარმოშობის, ანუ კათოლიკური ეკლესია მართავს მაგ ორგანიზაციას, იქავთ ესე ვთქვათ, ბავშვები ზოგი უპატრონოა, ზოგი ესე ვთქვათ არის მცირე შემოსავლიანი ოჯახებიდან, რომ ვერაფერში ვერ ხონდა და ასეთი ბავშვები ყავთ ამ ორგანიზაციაში. დღე და ღამე, რა თქმა უნდა, იქ ინტერნატული ესე ვთქვათ ცხოვრება არის და პარალელურად იქ ესე ვთქვათ ხდება ამ ბავშვების სკოლაში დაყავთ საჭმელ ყველაფერი, რაც ესე ვთქვათ საჭიროა. იყო საკითხი ასე დამდგარი, რომ უნდათ ესე ვთქვათ იქ მონასტერიც არსებობს კათოლიკური, უნდათ რომ ბავშვებთან ესე ვთქვათ კატეხიზმო ჩაეტარებინათ კათოლიკური. რაზეც რა თქმა უნდა საპატრიარქოში იყო მისულები იყვნენ ამდენი ის გამოიჩინეს, ასე ვთქვათ, ყურადღება და უთხოვეს, რომ მოგვეცით უფლება ამის გაკეთების. და პატრიარქი იყო წინააღმდეგი და მოუწოდა, რომ ბავშვებიო ნათლობით მართლმადებლები არიანო და უნდაო იქო მართლმადებელი მოძღვარი შევიდესო. და მეც გამიშვეს იქ. გარკვეული პერიოდი, რამოდენიმე წელი ვიყავ, მე აკრძალეს სამწუხაროდ ამ ლიბერალურმა იდეოლოგებმა, ესე ვთქვათ, ძველის არსებობა საგანმანათლებლო სისტემაში. და მე მქონდა შემთხვევა სწორედ მასეთი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების 90% მართლმადებელი იყო, იქ იყვნენ მუსულმანებიც, იქ იყვნენ სხვა რელიგიის წარმომადგენლები, კათოლიკეებიც კი იყვნენ. და მე მათთან როცა საუბრობდი, მე არ მისაუბრია იქ იმაზე, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, გამეწია მათთვის ხადაგება, რომ აი მართლმადებლობა, კარგი დანარჩენი რელიგიები ცუდია, და თქვენ მე ვესაუბრობდი მათ ელემენტარულ რაღაცებზე, რატო არის ღმერთი საჭირო ადამიანისათვის, რა ჭირდება ადამიანს, როდესაც ის გაჭირვებაში იმყოფება, რატომ უნდა ღმერთის სასვება ჰქონდეს, რას ნიშნავს ადამიანის მიერ ადამიანის მოყვასისა და მოყვასის სიყვარული. და ანუ ფაქტიურად მე იმისგან მივხედოთ, რომ მართლმადებელი მამაო ვიყავი, ვცდილობდი ამ ბავშვებში გამეღვივებინა ელემენტარული ღვთის მოშიშება, ელემენტარული ღვთის სიყვარული და ერთმანეთისათვის პატივისცემა, რომ ცოდვის ჩადენა ცუდია, რომ ეს ცოდვის ჩადენა იწვევს შემდეგ ადამიანის ასე ვთქვათ, გაუარესებას, სხვანაირი აზროვნების ჩამოყალიბებას და აი ესეთ თემებზე მქონდეს საუბარი. რა თქმა უნდა, იქ იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ჩვენ საქართველოს ეკლესიის ისტორიაზეც ველაპარაკებოდით, მაგრამ არც ერთ ბავშვს ამას ხავს უსვამ. აი სხვა რელიგიის წარმომადგენლები პირიქით უხაროდათ ხოლმე, რომ მივდიოდი ჩამეხუტებოდნენ, ხოცნიდნენ ხოლმე, რომ რა კარგია რომ მოხდითო, რა კარგ რაღაცას გვასწავლითო. მამაო, ეს არის ყველაფერი ყურით მოთრეული ამ იდეოლოგების მიერ. ეს იმიტომ რომ მათ არ აწყობთ, რომ ადამიანები ღვთის სიყვარულით გაიზარდნენ, პატარა ბავშვები, ღვთის მოშიშებით გაიზარდნენ, მათ
ზნეობა და ზრდილობა თავიდანვე არ ჩაენერგოთ. ამის ეშინია ყველაზე მეტი. ამიტომ არის ეს წინააღმდეგ. ეს ერთი. ეხლა მეორე მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი არის საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი საპატრიარქოში. მე შეხება მქონდა რამოდენიმეჯერ ამ განყოფილებასთან და იქ ესე ვთქვათ მომზადებული ქონდა ჯერ კიდევ ეს ლაპარაკი არის მამო 20 წლის წინანდელი ამბავია. მაშინ პროტოპრესვიტერი იყო მამა გიორგიევა და მაშინ იქიდან დაწყებული ესე მეუფე იოანე ამუშავებდა პროგრამებს. წიგნებიც კი დაიბეჭდა, მამო, წიგნებიც დაიბეჭდა და ისეთი კარგი წიგნები იყო, აი რომ ბავშვს რომ მისცემს, აი სწორი ზნეობრივ გაკვეთილებს, სწორ მიმართულებას. რა არის ამაში ცუდი რომ წაიკითხოს ეს მუსულმანმა თუ სხვა ნებისმიერმა, რა მუსულმანი ღვთისმშობლის ბოშიჩების გარეშე უნდა გაიზარდოს, რომ ღვთის სიყვარული არ ქონდეს? ან მაგალითად ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენელი რომ არსებობს ზენა არსებობს კაცო და ამის გათვალისწინება რომ უნდა ხდებოდეს ადამიანის მიერ და მისთვის უნდა არსებობდეს ღმერთი როგორც უზენაესი არსება ხო ამაში რა არის ცუდი ნებისმიერ რელიგიაში არის ეს ბანო ნებისმიერ რელიგიაში ხდება ეს ღვთისმოშიშება უნდა არსებობდეს და ღვთის სიყვარული არსებობდეს და ზნეობრივი რაღაცა ნორმები უნდა არსებობდეს რომელსაც ხადაგებს ხო მართლმადიდებლობა ახლა კიდევ ერთი საკითხი აი რაზეც ძალიან ესე თქვა შეიძლება ითქვას გულის ტკივილი შეიძლება გამოვთვა იმის შესახებ რომ საჭირო არის თუ არა ეკლესია საგანმანათლებლო სისტემაში მე ვიტყოდი რომ საჭირო კი არა აუცილებელია იმიტომ რომ ჩვენ აი წელს საუბრობდით რა პრობლემები შეექმნა ამ 30 წლის განმავლობაში 32 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის მიღებიდან შევარდნაძის პერიოდიდან უკვე იწყება ეს ესე თქვა დეგრადაცია განათლების სისტემისა და ეხლა პიკს მიაღწია იმდენად ესე თქვა საშინელი პროგრამებია და იქ აბსოლუტურად ზედაპირული სწავლება მიდის მამო არის ხარისხი აღარ არის იმ სწავლების ხარისხი არ არის ბავშვმა იცოდეს მათემატიკა ბიოლოგია სრულად ესმოდეს გეოგრაფია ბავშვს შეეკითხები სად არის ეს ქვეყანა სად არის ეს დედაქალაქი წარმოდგენა არა მამო უკრაინაზე ველაპარაკებოდი ბავშვებს და ესე იგი ამერიკის კონტინენტზე არისო წარმოგიდგენია და იმიტომ იცავს ამერიკა და ის კონტინენტიც კი არ იცოდნენ რომ კონტინენტები არსებობს პირიქით აი რო ველაპარაკებოდი გული მკვდებოდა ну რა თქმა უნდა არიან ბავშვები ახლა თვითგანათლებით არიან და ესე იგი დაკავებულნები და მშობლები ფიქრობენ მათ აღზრდაზე და მათ განათლებაზე რეპეტიტორები ყავთ დაპირებებული და უამრავ კურსი ხდიან ამაში როცა შეიძლება ამაში ესე თქვა სკოლა იყოს დაინტერესებული და სკოლა ასწავლიდეს და განათლების სისტემა ასწავლიდეს ამას ყველაფერს კარგად და აი აქ სად არის ზუსტად აი ამ ადგილი იმ მღვდელისა სკოლაში თუ უნივერსიტეტში თუ ნებისმიერ ადგილზე ადგილი არის როდესაც იმ ადამიანს რაღაცა ეშლება და პრობლემები ექმნება თავის ცხოვრებაში სწორედ კეთილის რჩევა კეთილი დარიგება შეუძლია ვის შეუძლია მხოლოდ რა თქმა უნდა პედაგოგსაც შეუძლია მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ რომ პედაგოგების უმეტესი ნაწილი სამწუხაროდ მე არ ვამბობ ამას თუ მიხარიან რაღაც სამწუხაროდ ვიძახი რომ აი ამ ესე იგი ეს რომ გაიარეს ეს რაღაც გადამზადების კურსები თუ რაღაც არ ვიცი გამოიყვანეს ამათგან ესეთი ეგრეთ წოდებული ტოლერანტი გამოტოლერანტებული გამოლიბერალებული ესე ვთქვათ მასწავლებლები რომლებიც რა თქმა უნდა არც ქვეყნის სიყვარულს ასწავლიან აღმერთის შესახებ არ ლაპარაკებენ თუმცა არიან აი მართლა შეიძლება ითქვას პატიოსანი კარგი მასწავლებლები რომლებიც ახერხებენ მაინც აი მიუხედავად ამისა მიაწოდებს ბავშვებს ამაზე ესაუბრონ მაგრამ ეს ხო თითზე ჩამოსათვლელია ეს სისტემაში არ ჯდება აი ამაშია უბედურება ამიტომ მე ვფიქრობ რომ მოვიდა დრო იმისა რომ ამ ლიბერალური იდეოლოგიის მოშორებასთან ერთად უნდა დაიცალოს როგორც ზანებთ საგანმანათლებლო სისტემა გეი აქტივისტი და ლიბერალი იდეოლოგიის მატარებელი პედაგოგებისაგან და ესეთ პროფესორებისაგან და
ესე ვთქვათ, მიეცეს საშუალება ქვეყნის სწორი განვითარებისათვის, სწორი ეროვნული პოლიტიკური სწორი განვითარებისათვის მიეცეს საშუალება ახალგაზრდებს, რომ მოისმინონ ღვთის სიტყვა, მოისმინონ ქრისტიანული ზნეობა, მორალი და აი იმაზე აბიზარდა. მე ახლა უამრავი მშობელი დამეთანხმება იმაში, ახლა ვინც გვისმენს და ვინც მომავალში კიდევ მოგვისმენს, რომ ისინი ძალიან განიცდიან თავის შვილების მორალურ მდგომარეობას, იმიტომ რომ ბავშვი რომ მოდის, ასე ვთქვათ, მშობელთან შეხვედრა რომ წავს, ბავშვი უკვე არის იმდენად უკვე ასე ვთქვათ, დაკარგული მშობლისათვის, რომ შეპასუხებაზე აღარ ლაპარაკი, რომ აი მე ამას არ გავაკეთებ,ანი შენის დღეს მინდა. შეიძლება აგრესიაზეც კი გადავიდეს ბავშვი, რომ აგრესიული ესე ვთქვათ, მოქმედებები დაიწყოს. და ამისი არაერთი მაგალითი მომისმენი აღსარებების დროს. როგორ ექცევიან შვილები მშობლებს და როგორ კვდება მშობლებს შვილებზე გული ამის გამო. ამიტომ ეს საფუძვლები თუ ჩვენ არ მივეცით ბავშვებს სწორი საფუძვლები თავიდანვე, მე გვექნება ესეთი პრობლემები. ბატონო, ორ სიტყვას დავამატებ და მე თქვენ ბრძანეთ, მამაო. აი რაზე მინდოდა კიდე იცი მე თქვა, რის შესახებ მე თქვა. თვითონ სკოლა და სკოლის ასე ვთქვათ სისტემა, განათლების სისტემა რაღაცაზეა ხო დაფუძნებული, რაღაცა მოდელზეა დაფუძნებული და დღეს ჩვენ ეს მოდელი არც კი ვიცით რა წარმოდგენარული, იმიტომ რომ იმდენად არის ლიბერალური იდეოლოგია, ასეთ მახიჯი ფორმით არის, იმდენად მახიჯი ფორმით არის შესული განათლების სისტემაში, რომ ჩვენ მოდელიც კი არ ვიცით, რა მოდელით იზრდება ჩვენი ახალგაზრდობა. წარმოდგენა არა. ეკლესიაც უნდა დაბრუნდეს მამო ემაში და რა ქვია სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში და ამასთანავე ერთად სამხედრო პატრიოტული აღზრდაც. იმიტომ რომ ჩვენ თუ ეს არ ვასწავლეთ ბავშვებს, ეს ორი ძირითადი მნიშვნელოვანი ასეთი საკითხი და არ მივეცით ბავშვებს ეს საფუძველი როგორი უნდა იყოს მათი ვერც პატრიოტებად გავზით, ვერც სამშობლოს დამცველებად გავზით და არც ზნეობა ექნებათ, არც ქრისტიანული მორალი, არაფერი და ასეთი დაცლილი ადამიანი არაფრისთვის არ ვარ აბსოლუტურად. არც ქვეყნისთვის, არც ოჯახისთვის და არც საზოგადოებისთვის. ხომ ბრძანეთ მამაო, ერთად შეიძლება და პატრიოტულად გააღზავოთ ბავშვები, ძალიან აბსოლუტურად გეთანხმებით, მამი, რა ძალიან. ანუ ახლა ჩვენ გვაქვს თვალწინ გვაქვს მაგალითი ახალგაზრდები, უფრო მეტად გოგონები, უბინძურესი სიტყვებით მიმართავენ პოლიციელებს, რომლებიც ასევე ახალგაზრდები არიან, აყენებენ შეურაცხყოფა, თუ მაგარი ხარ, წადი და რუს ეომე. იქვე კიდე ბიჭები არიან და ესენი ვინც ქუჩაში იქ დარბიან და პოლიციელებს შეურაცხყოფენ, პოლიციელებს და ჯარისკაცებს ხოთხოვენ, რომ რუსეო ეომოს. თვითონ სადაპირებენ საღამოს სადეშქარებად ღამის კლუბებში. უმრავლესობა თვითონ კი არ ძოს პასუხისმგებლობას, რომ რუსთანს ომი თუა საჭირო, რუსი იქნება თუ სხვა მტერი ნებისმიერი, რომ იმანაც უნდა იომოს. კი არ ძოს პასუხისმგებლობას. ის სამხედრო და პოლიციელი და ის უნდა იომოსო. და მეორე კიდე განათლების სისტემა დღეს მამო იმდენად მახინჯია, რომ აგერ ვამბობ ახლა მე სიტყვას. რიგით ახალგაზრდებზე არ ვლაპარაკობ. უნივერსიტეტებში სტუდენტები ვისაც ქვია. ჩამოვატაროთ მამაო პოლიტიკური რუკა. რამდენი იპოვის რუკაზე საქართველოს ადამიანი. ძალიან ბევრი იქნება მამაო რუკაზე საქართველოს ადამიანი, რომ ვერ იპოვოს. საქართველოს ისტორია პრაქტიკულად არ ისწავლება მამაო სკოლაში. საქართველოს ისტორია უნდა იყოს აუცილებლად ერთ-ერთი წამყვანი საგანი. სხვანაირად პატრიოტი ბავშვს მომავალში პატრიოტ ახალგაზრდას ვერ გავხდით. საქართველოს ისტორიის მოდის გარეშე. საერთოდ არ აიციან მამაო ისე განცხადა რომ ველაპარაკები ხოლმე ახალგაზრდას მამაო.
ისე განხადებენ, უბრალოდ გააკეთებენ კი არა, ამტკიცებენ. რომ აი ფიო აღარა გაზრი არა, გრამეს ელაპარაკო. იმდენად აი გაუნათლებელია საქართველოს ისტორიის კუთხით. კიდევ საქართველოს ისტორია უნდა ისწავლებოდეს. თქვენ ახსენეთ სამხედრო აღზრდა აბსოლუტურად გეთანხმებით. უნდა აღიზარდოს ბავშვი. საქართველოს ისტორია უნდა ისწავლებოდეს. აუცილებლად. თავის თავად სასულიერო პირები უნდა შედიოდეს სკოლაში. მაგრამ კიდევ მეორე სანამ ის ხალხი გეი აქტივისტებისგან არ გაიწმინდება განათლების სისტემა, არც საქართველოს ისტორიის სწავლას აქვს აზრი, არც სამხედრო განათლებას აქვს აზრი, არც მღვდლების ეკლესიებში, სკოლებში შეხვედრას აქვს აზრი. ის ხალხი გეი აქტივისტებისგან უნდა გაიწმინდოს განათლების სისტემა. შეფუცების ლოცვები უნდა ეკრეს საკითხული, მაგრამ საეროკულ განათლების განათლების სისტემას ეშმაკი უნდა ეკრეს განდევნილი და მერე უნდა ეკრეს იქ საქართველოს ისტორია, პატრიოტიზმი, ეკლესია მერე უნდა შევიდეს იქ. და კიდევ ერთი მამო, თქვენ სისარტყელა ახსენეთ და სისარტყელა თვითონ არის მშვიდობის სიმბოლო. ჯერ ამ ნაცნობლებმა ბავშვებს მოპარეს სისარტყელა და მერე სისარტყელას მოპარეს მამაო ერთი ფერი კიდე. სისარტყელა ხო ფერია. მაგათი სისარტყელა არის ერთი ფერი. სისარტყელა ხო მოპარეს ბავშვებს. მერე სისარტყელას მოპარეს ერთი ფერი კიდე. და ეს მაგათი იდეოლოგია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ასევე და გავზარდოთ ბავშვები. ჩვენ არ ვიცი, მაგრამ ხანდახან რომ ფიქრობ, რომ დავჩები ხოლმე მარტო რომ უყურებ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, დიდება შენ მოთმინებას უფალო იესო, მithქვამს ხოლმე. რომ აი რას ვითმენს. ჩვენ იმდენად დაკარგული ვყავს ღმერთისადმი პატივისცემა ქართველებს დღეს, რომ არ ვიცი, ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენ სახელმწიფოებრობას არ ვიმსახურებთ. რომ არა ზეგარდამო წყალობა არ იყოს გადმოსული ჩვენზე. ჩვენ აი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრობა გაქრეს. ყველაფერს ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. და ეს აუცილებელია ჩვენში გაიღვიძოს როგორმე, რაღაც არ ვიცი, როგორ უნდა გააღვიძო არ ვიცი, მაგრამ ასეთი საუბრებით. აი რამდენიმე კომენტარი იყო, რომ კარგიაო. უნდა ლაპარაკობდეთ ამ პრობლემებზე. უნდა საუბრობდეთ. აუცილებლად საუბრობდეთ. შესაძლებელია, მამაო. ჩემ თავზე ვიტყვი. რაღაცა თათ ისე ზუსტად ვერ ვთქვა. შეიძლება. მაგრამ თუ იმას ვერ ხედავ შედალოცვილ აქვს, სადაც მეუბნები, რომ ჩემ საუბარში რაოდენ გულწრფელობაა ვერ ხედავ. შეიძლება რაღაცა არ დამეთახო, მაგრამ გულწრფელობას ვერ ხედავ. და შენ თქვი უკეთესად და თუ არ მოგისმინო და არ მივიღო, მერე მითხარის, მერე თვით საყვედური. ხანდახან არ ვიცი. აგვაძლიეროს ვერც მამაო. და თქვა ძალა მოგწევს ისა რომ რაც შეიძლება ასე ხმამაღლა ასე საუბრობდით ხოლმე, მამაო და სხვებსაც მოუწოდებ, რომ ისაუბრეთ, ვიფასებო, ისაუბრეთ პრობლემებზე და გამოსავალზე. ხმა მოვიღოთ ქართველებო, თქვათ, თორემ იღუპება ქვეყანა. გაქრება სახელმწიფო, გაქრება მე გვიანი გზება თითსეკმენანი. ხმა უნდა ამოვიღოთ და უნდა თქვათ პრობლემები და პრობლემების მოგვარების გზებიულზე უნდა ვილაპარაკოთ ასე ერთმანეთი, უნდა ვიპოვოთ და უნდა რაღაც ძალად უნდა შევიკრიბოთ და შედეგი დავდოთ. აი, ლაპარაკობ განათლების სისტემაზე და თან ვიცი რომ ეს ხელისუფლება თითქოსი არ დაარქვას, კაცო. თითქოსი დამწყმელი არ არის, მაგრამ რომ გამოსწორდეს რამე და მასას მაგალითად რო გითხო, რას ლაპარაკობ, კაცო. გაქრისტიან და ოცნება და ასე შემდგომ. თითქოსი არ დაარქვას, რომ შეიცვალოს რამე. გააკეთებს მხოლოდ იმდეს, რამდენსაც ჩათვლის, რომ უკვე მოვატყუე ჩემი ხალხი. ამდენ რაღაცას გააკეთებს ზედაპირულად. როცა ხალხი დააგერებს, უი ხო გამოსწორდა და გარეთ.
ხოდა როგორმე უნდა შევძლოთ ჩვენ ეროვნული კონსერვატიული ძალის ხელისუფლებაში მოყვანა. დავიღუპებით შემოყოლებს სამხრივ. ეგ არის ერთადერთი გზამათი გამოსწორების ერთი ის არის ცოტა ისეთი ნათქვამია შენ გადაკეთებას ახლი გაკეთება ჯობია მაგრამ მამაშენი თუ არია და რაღაცეშველებაა ბოდიშვილი საზოგადოების უგანა ამათი გადაკეთება ამათ შეიძლება ქართველებო არ გადაკეთებიან ეგენი ქრისტიანება რაც არიან ეგრე იქნებიან უბრალოდ ეგენი მაიმუნობენ რომ მოგატყუონ ქართველებო მოგატყუონ ეროვნულ კონსერვატული ძალა არის ხელისუფლებაში მოსაყვანი როგორმე უნდა შევძლოთ ეს და დაქვეყანა გაქრება და ეს უნდა მოვახერხოთ სხვანაირად ყველინდელი არ აქვს გაქრება საქართველოს საზოგადოება ნობას აიწყებს ურბანის პროცესში ახალს მადლობა ყურადღებისთვის და ემოციისთვის კიდევ შედევას ვიტყო გაიხარე მამო დიდი მადლობა თქვენი ესეთი პატრიოტული და ეროვნული და ქრისტიანული მართლმადიდებლური სწავლების გადმოცემისათვის მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენ ასევე ჩვენ მაყურებელს რომელიც გვისმენს გვიკომენტარებს ასე ვთქვათ ჩვენთან ერთად განიცდის იმ პრობლემებს რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ასევე რა თქმა უნდა დიდი მადლობა ყველას ვინც მოგვისმენს გაიაზრებს სწორად დაინახავს ჩვენ ნათქვამს და ასე ვთქვათ იმ იდეაში რომ ჩვენ უნდა შევძლოთ როგორმე ჩვენი ქვეყნის გადარჩენა ხარში დაგვიდგეთ ხარში ერთმანეთს დაუდგეთ სულ ყველა ვინც ასე ვფიქრობ თორე სხვანაირად მართლაც აი გადარჩენის შანსი არ გვექნება და ხშირად როცა სადღეგრძელოებში მე მომისმენია რომ აუ საქართველოს გაწყინებას გაუმართლოს ასე ისე და გადიან და მე ასე ვთქვათ ვიღას ახსოვს ან გამწყინება ან გაუმწყინება ყველანაირად ასე ვთქვათ ცუდ საქციელ ჩადიან გამწყინება მხოლოდ მაშინ მოვა როდესაც საზოგადოება იქნება კონსერვატიულ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ საფუძვლებზე და აი ამ საძირკველს აი მაშინ იქნება გამწყინება სუფრის მეომრები დავემშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს მადლობა ყურადღებისათვის ძალიან გვიყვარხართ ძალიან პატივგცემთ და მომავალ შეხვედრამდე ტრადიციულად როგორც ვხვდებით ხოლმე დალოცულები ყავთ გავახშობა ახალ წელს დაეცალეთ ნამდვილი ახალი წელი ახლა მოდის 14-ში ვექნება ასევე რა თქმა უნდა შობის წინოლე დღესასწაულის მადლით დალოცული იყოს სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი და ყველა კარგი ადამიანი კეთილი ადამიანი ამინ ამინ აგლოსო მერტო მომავალ შეხვედრამდე შემოგვიფასა მომასპირდო მეც დამლოცეთ და დავამთავროთ ამიდან მეც დამლოცეთ აი ხარი მომავალ მრავალ დღეს